მართალი ვარ ახლა რა ვქნა რა გავაკეთო. ანუ ჩემი ბრალი არ არის მარტივი. ჩემი ბრალი არ არის და აი ოღონდ ჩემი ბრალი არ იყოს. ოღონდ ჩემი ბრალი არ იყოს, ხელს მოვაწერ ჩემს უბედურებას და ცუდად ყოფნას. გაუშვა ხელი აი ამ სიმართლეს, გაუშვა ხელი მართლად ყოფნას და თქვა რომ მე რაზე მაქვს გავლენა და როგორც კი ამას გაუშვი ხელი და დაბრუნდი რომ ხო ანუ გავიგე რომ ეს რაღაც არ მომწონს, ანუ მე რა შემიძლია შევცვალო, ამ დისკომფორტში შეხვედი და პირველი ნაბიჯი ზუსტად ეგ არის რომ აიღო პასუხისმგებლობა შენს ცხოვრებაზე. ლეგენდებიდან რეალობამდე და საკუთარ თავთან მიმართებაში დღემდე ვეძებთ ლიდერებს, მათ ვკლავთ, ან ვპოულობთ, ან ვერ ვპოულობთ და ვართ ამ რეჟიმში. ეს არის პოდკასტი დროის ხმაური, მე ვარ მისი ავტორი და წამყვანი ეკა ნოზაძე. დღეს ჩემი სტუმარია პიროვნული და ორგანიზაციული განვითარების მენტორი გვანცა ბარაბაძე. და შევეცდებით რომ ერთად ვიხმაუროთ ლიდერობის თემაზე. გამარჯობა გვანცა, მადლობა სტუმრობისთვის. გამარჯობა, ისეთი ანონსი გააკეთე, რომ აი ველი შენთან ერთად ხმაურს ლიდერობის თემაზე. ლიდერობა ზოგადად ძალიან ხმაურიანი თემაა და ბევრი რაკურსით, ბევრ კონტექსტში მოგვისმენია, ჯერ კიდევ საუკუნეების წინ. მე მგონი სამყარო დასაბამიდან არსებობს ეს ლიდერობა. სიტყვა, საქმე, სიტყვით ქმნადობა, ჯერ მარტო უფალმა როგორც შექმნა სამყარო და ბოლოს დაისვენა, მაგრამ სანამ დასვენებაზე მივალთ, რა არის შენთვის პირადად ლიდერობა? ეს სიტყვა რა შინაარსთან ასოცირდება? ლიდერობა მგონია რომ ეს სუბიექტურად ვიტყვი, ქართველებისთვის არის რაღაცა ძალიან ნაცნობი სიტყვა. ხშირად შეიძლება ესე ორგანიზაციულად განიხილო, რომ აი რაღაც პოზიციასთან ასოცირდეს, მაგრამ ჩემთვის არის დაკავშირებული შინაგან მდგომარეობასთან პირველ რიგში. ლიდერობა და რას გულისხმობს ჩემთვის ლიდერობა? ანუ ეს არის მდგომარეობა, როცა გააქვს რესურსი და უნარი პასუხისმგებლობა აიღო პირველ რიგში შენს ცხოვრებაზე. იცოდე რა გინდა და მოძრაობდე იქითკენ, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანი არის. თუ რომელიღაც ეს კომპონენტი არ მუშაობს, უკვე ლიდერობაც არ გამოდის. და ეხლა ორგანიზაციულ კონტექსტში რო გადავთარგმნოთ, შესაბამისად ეს არის მართველი, ხელმძღვანელი, რომელიც იღებს პასუხისმგებლობას, იცის რა უნდა და მოქმედებს შესაბამისად, მაგრამ სანამ ორგანიზაციებზე გადავალთ, ხო ყველანი ჩვენი ცხოვრების ლიდერები ვართ პირველ რიგში და ის თუ როგორი დამოკიდებულება მაქვს ჩემს ცხოვრებასთან პირდაპირ გავლენას ახდენს მე იმ შედეგებზე. ამიტომ ესე პიროვნულ დონეზე საკუთარი ცხოვრების მართვა არის ლიდერობა, მე ორგანიზაციულ დონეზე თან ახლავს შეიძლება ახლდეს პოზიციას, მაგრამ არც არის აუცილებელი იმ საქმეს აკეთებს საუკეთესოდ, როგორც შეგიძლია და გააქვს კონკრეტული ხედვა რა გინდა. და მე რა ვიღებთ ხოლმე შედეგებს და საქართველოსთან და ქართველებთან კავშირში არის, იმიტომ რომ ეს რაღაცნაირი შინაგანი ამბიცია თითქოს ბევრ ადამიანში არის. უბრალოდ იქ თავის მერე დანაკლისებიც არის, რატომაც ეს ლიდერობა არ იკურება ბოლომდე. იმიტომ რომ მარტო ხედვა არ არის საკმარისი, არც მარტო რაღაცა იდეა საოცარი და მისწრაფება, ხო, თუ არაფერს არ აკეთებ, ამისთვის მე შედეგებიც არ მოდის. ჯერ პიროვნულით დავიწყოთ და მერე ორგანიზაციულსაც შევეხოთ. რა დანაკლისებია ეს, რაც უნდა იყოსაც კი ვერ ვიტყვი. აი პრაქტიკულად ლიდერისთვის სავალდებულო რა არის? აი ადამიანი როგორც ლიდერი, შინაგანი ლიდერი რო შედგე, რა კომპონენტებისგან შედგება, რა უნდა გქონდეს, რა უნარები უნდა გქონდეს, როგორი რესურსული უნდა იყოს? პირველ რიგში იწყება აღიარებით იმის, რომ ეხლა რასაც უყურებ, ეს არის ჩემი ცხოვრება და წერტილი. ძალიან დიდ დროს და ენერგიას ვხარჯავთ თავის გამართლებით, იმასთან დაკავშირებით რაღაც შედეგებს რატო ვერ ვიღებთ. აი ცხოვრებაში არ აქვს მნიშვნელობა, რომელ სფეროშიც არ უნდა შეხედო და ეხლა ის ადამიანები, ვინც გვისმენენ, ხო? მე შეიძლება არ მომწონს ის ფინანსური შედეგები, რაც მაქვს, ან არ მომწონს ის კარიერა, რაც მაქვს, არ მომწონს ის ურთიერთობები, შეიძლება რომელშიც ვარ და რო ვკითხოთ, რომ აი რატო ხდება ეს შენს ცხოვრებაში, აგიხსნი უამრავ მიზეზს მოგიყვები, ეს რატო არ ხდება? შეიძლება
უთხრა, არ გამიმართლა ადამიანებში. აი რაღაცნაირი უფროსი მყავს. ან ესეთი გარემო არის ახლა რომ ვერაფერს აი ისეთი განათლება ვერ მივიღე. სხვა ეპოქაში მოვხდი, სხვა ქვეყანაში რომ დაუბადებულიყავი, სხვანაირად გავაკეთებდი. ამას ძალიან დიდი ენერგია მიაქვს, ხო, ჩვენი და რეალურად არაფერს არ ცვლის და პირველი ნაბიჯი, აი ცხოვრებისკენ შემოbrunების ცხოვრების მართვის იწყება იქიდან ზუსტად რომ ამბობ რომ ეს არის ჩემი ცხოვრება. რაც არის ეგ არის. კარგი არ მომწონს რაღაც ფინანსებში რა ხდება კარიერაში. ეგ არის, ჩემი ცხოვრება არის. ამის მერე ჩნდება უკვე სივრცე იმისთვის, რომ დასვაკითხვა რა გინდა ამის სანაცვლოდ. მანამ ეს სივრცე არ არსებობს. და წარმოიდგინე, ახსნა გაქვს, დასაბუთება გაქვს, რატო არ მუშაობ შენი ცხოვრება, მაგრამ საერთოდ არაფერს არ ცვლის ეს ყველაფერი. ხო, ანუ აი ლიდერობაში პირველი ნაბიჯი ზუსტად ეგ არის, რომ აი დაჯდე და ეგ არ არის ადვილი, ხო? მტკივნეულია ცოტა საკუთარ თავთან, რომ გულწრფელები ვიყოთ, რომ ვაღიაროთ, თან გამოვიდე აი ამ სხერპლის როლს ვეძახი ხოლმე და ვეძახით ამ მდგომარეობას, ხო, რომ დაინახო შენი თავი იმდენად დიდად, რომ სხვას აღარ გადააბრალო ის შედეგები, რაც არ გაქვს, თუმცა მესმის, რა თქმა უნდა, გარემოებები ჩვენზე ზემოქმედებს და ობიექტურად რაღაცა ხელს გიშლის, ხან ხელს გიწყობს, მაგრამ ყოველთვის როცა იმაზე გააკეთე, გადაიტანე ყურადღება, შენ ძალა დაკარგე. და ამის მაგივრად ყურადღება რო გადაიტანე იმაზე, რომ ეხლა მე ამ სიტუაციაში რაზე მაქვს გავლენა, ძალა დაიბრუნე. აქედან სხვა სივრცე ჩანს, როცა გავლენის ზონიდან ვარ გასული, სხვა სივრცე ჩანს, თუმცა იქ მართალი ხარ. ანუ უპირატესობა ეს აქვს, რატო ვცდილობთ ხოლმე სულ რომ ავხსნათ რაღაცები, რატო არ გამოგვდის. მართალი ვარ. ანუ ხან უფროს დავაბრალებ, ხან პარტნიორს ურთიერთობაში, ხან რაღაცა მდგომარეობას და ასე შემდეგ და რო არ მაქვს შედეგები, მართალი ვარ, ახლა რა ვქნა, რა გავაკეთო. ანუ ჩემი ბრალი არ არის მარტივი. ჩემი ბრალი არ არის და აი ოღონდ ჩემი ბრალი არ იყოს. ოღონდ ჩემი ბრალი არ იყოს, ხელს მოვაწერ ჩემს უბედურებას და ცუდად ყოფნას. და გაუშვა ხელი აი ამ სიმართლეს, ახლა ცოტა უცნაურ რაღაცას ვამბობ შეიძლება ბევრისთვის, მაგრამ გაუშვა ხელი მართლად ყოფნას და თქვა რომ აი რა არის ახლა მე რაზე მაქვს გავლენა ეგ რა მდგომარეობაში გამყოფებს ეგრევე იცი რომ ესე იგი მოქმედება უნდა დაიწყო ანუ რაღაცა ისეთი უნდა გააკეთო რაც მართალი რო იყავი და შენი ბრალი არაფერი რო არ იყო არაკეთებდი ხ გადავიდე ფეხი ფეხს და არაფერს არ გავაკეთებ ეხლა რა ვქნაბა მაინც ჩემზე არ ყოფილა დამოკიდებული და ჩემზე მე ესეთი პატარა ვარ და უსუსური ვარ და უმნიშვნელო ვარ ეხლა უტრირობა რო გავაკეთო ხო ესეთი წარმოდგენა მაქვს ჩემ თავზე რომ მაინც ეხლა ჩემზე არაფერი არ არის დამოკიდებული და რა ვქნა და როგორც კი ამას გაუშვი ხელი და დაბრუნდი რომ ხო ანუ გავიგე რომ ეს რაღაც არ მომწონს ანუ მე რა შემიძლია შევცვალო ამ დისკომფორტში შეხვედი და დისკომფორტი არის სიმართლეს ხელი გაუშვი და მოქმედება უნდა დაიწყო მე უკვე ახალი აზრები მოდის და მოქმედებასაც თუ დაიწყებ ხო საერთოდ მე აღმოაჩენ რომ რაღაცები უკვე შეცვლას იწყებ შენს ირგვლივ და ლიდერობაშიც ეგ არის ჩემი აზრით და არა მარტო ჩემი აზრით აქ მარტო არ ვარ როცა ამას ვამბობ და ბევრი ადამიანს ვეთანხმები, ვინც ამ იდეას ავითარებს, პირველი ნაბიჯი ზუსტად ეგ არის, რომ აიღო პასუხისმგებლობა შენს ცხოვრებაზე. ისევ და ისევ თავისუფლებაში, და ლიდერობაშიც მივდივარ ყოველთვის პასუხისმგებლობამდე. ლიდერობაც არის საკუთარ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობის აღება, როგორც პიროვნულ, ისე ორგანიზაციულ ჭრილში. რატომაც არ ხდება ეს აბა ცოტა სხვა რაკურსითაც რომ შევხედოთ გასაგებია რომ საკუთარი შეცდომების დანახვა, აღიარება, სხვაზე გადაბრალების გარეშე რთული პროცესია და ბევრს არც უნდა რომ ეს დაიწყოს. ურჩევნია იმ კომფორტის ზონაში ყოფნა, რომელსაც ქვია რომ ჩემზე არ იყო დამოკიდებული, სხვისი ბრალია, სხვამ გააკეთა. მაგრამ აი მაგის დანახვა და შემჩნევა საიდან იწყება? რა არის ის გადამწყვეტი მომენტი, როდესაც ადამიანი დაჯდება და სხერპლის როლში ჩაჯდომის მაგივრად იტყვის, რომ არა, მე შემიძლია რომ შემოქმედი ვიყო ამ შემთხვევაში. ანუ საკუთარ კოორდინატებს როდის განსაზღვრავს ეს ადამიანი, სად არის ეს რეალობის წერტილი, სად დგება? ხო, ძალიან საინტერესო კითხვა არის და ალბათ ინდივიდუალური არის. ადამიანებს გვაქვს ჩვენი მოთმინების ფიალა რო წარმოვიდგინოთ, ხო? ანუ ვიღაცისთვის საკუთარი თავის დაპატარავება
პასუხისმგებლობის არაღება შეიძლება დამთავრდეს რაღაცა ერთი კრიტიკული მომენტით. მაგრამ ვიღაცისთვის ეს შეიძლება წლობით გაგრძელდეს, ხო? ანუ მუდმივად არის აი ამ მდგომარეობაში, იმიტომ რომ ეს მოთმინების თუ აი საკუთარი თავის ისევ აქაც ბავშვობაში მივდივართ ხოლმე და ჩვენი ეს სტრატეგიები და ის თუ როგორ ვადაპტირდი, მოდი ესე ვთქვათ, ძალიან დიდწილად განაპირობებს ხო აი ამ ყველაფერს ეხლა ზრდასრულ ასაკში მე როგორ ვიქცევ, იმიტომ რომ ის შინაგანი მდგომარეობა მოყვება რაღაც გამოცდილებების ჯამი არის, რაც მე მეხმარება რომ ან წინ დაუდგე, ან პასუხისმგებლობის აღება დავიწყო. თუ ყველაფერი კარგად მიდის, ანუ იდეალურად როცა ვითარდება, მხარდამჭერი გარემო აქვს, მაქვს შესაძლებლობა რომ საკუთარი თავი ვიკვლიო, საკუთარი რესურსები, მაშინ ამას უფრო ადვილად გავაკეთებ, მაგრამ თუ ეს ჩემი ცხოვრების გზა, ესე ვთქვათ, ბევრი დანაკლისით გამოვიარე, ეხლაც ანუ აღარ მაქვს დაჯერება საკუთარი თავის, ესე ვთქვათ და ამიტომ შეიძლება რეალურად ისე ვიცხოვრო, რომ არც არაფერი არ შევცვალო. ჩემი დაკვირვებით ორი შემთხვევა არის ხოლმე, რაც აი რადიკალურ შემოbrunებას იწვევს ადამიანების. ერთი არის, რომ ძალიან უნდა მეტკინოს, აი ძალიან დიდი ესეთი რთული გამოცდილება უნდა გავიარო. შეიძლება ვიღაცისთვის ეგ იყოს, რომ სამსახურიდან გაუშვან. შეიძლება ვიღაცისთვის ეს იყოს, რომ რაღაც ურთიერთობა დასრულდეს. შეიძლება ის იყოს, რომ არ ვიცი, თელმა შენმა გუნდმა დატოვა შენი სივრცე. ან ხვდები, რომ რაღაცის გაკეთება აღარ გინდა, ან რაღაც არ მოკლედ გეტკინა რაღაცა ტკივილი, რთული გამოცდილება დადგა შენს ცხოვრებაში და ამბობ, რომ всё, ესე აღარ მინდა, ესე აღარ შემიძლია. და ეს არის ხოლმე პირველი შემაbrunების წერტილი, როცა ადამიანი იწყებს რაღაცაზე დაფიქრებას. თუმცა, აი რომ წარმოიდგინო, თითქოს ორმოში ჩადიხარ ამ დროს, ხო? აი რთულად ხარ, იქ ჯერ სინათლე არ ჩანს, მაგრამ მინიმუმ აი თავის ზემოთ აწევა იწყება სინათლისკენ, რომ დაიწყო გახედვა დაიწყო, ხო, რომ ანუ შენი თავის შემცირება კი არა, არამედ თუნდაც რისთვის ხდება ეს ყველაფერი, რა მოგიყვანა აქამდე, რა შეიძლება გასწავლდეს, მოკლედ სინათლის რაღაცა სხივები შეიძლება რომ გამოჩნდეს აქ. და მეორე თემა, რაც გვიბიძგებს ხოლმე აი ამ შემოbrunებას მხარს უჭერს, არის ძალიან დიდი სურვილი და მისწრაფება. შეიძლება შეხვდი ადამიანს, რომელმაც აგაფრთოვანა და თქვი, რომ აი რაღაცა რას დააჭირა ამ ადამიანმა, მეც მინდა რომ ესე ვიყო. ან შეიძლება რაღაც იდეა გაგიჩნდა და ხვდები, რომ ეს იმდენად განთებს, რომ ყველაფრისთვის მზად ხარ, რომ ეს გააკეთო და კი არის იქ შიშები, მაგრამ სურვილია იმდენად ძლიერი, რომ ის შიში ვეღარ აფერმკრთალებს ამ სურვილს. ანუ აი ეს ორი ისეთი ძლიერი შემოbrunების წერტილი არის ხოლმე. ადამიანების უმრავლესობა სამწუხაროდ პირველით უფრო იცვლება და ტრანსფორმირდება, ანუ ტკივილით, რაღაცა პირადი ესეთი რთული გამოცდილების ხარჯზე და ესეც კარგ შემთხვევაში, იმიტომ რომ ხშირად შეიძლება გავიარო რთული გამოცდილება, მაგრამ მაინც არაფერი არ მასწავლოს. კი. იმიტომ რომ ამასაც როგორც მსხვერპლის პოზიციას ესე შევხედო და აი რატო დამემართა ნაცვლად იმისა რომ რა არის გაკვეთილი რაც უნდა მივიღო აქედან. აი ეს არის ძალიან სულიერი კითხვა რაც შეიძლება რომ დასვა ნებისმიერ რთულ სიტუაციაში, ხო? რა ვისწავლო აქედან? რა არის რისთვის მეძლევა ახლა ეს სირთულე ჩემს ცხოვრებაში? მსხვერპლი ამ დროს სვავს კითხვას რომ რატო დამემართა ღმერთო რა დავაშავე და შემოქმედი ამბობს რომ შეიძლება ჯერ ვერ ვხედავ, ნახე შემოქმედება შეიძლება ისეც თქვას, იმიტომ რომ რთული არის ხლა ემოციურად, თუ ჩემთვის რაღაცა ისეთი დანაკარგთან მაქვს, ხო, ახლა იქვე რომ რაღაც პოზიტიურად შევხედო, არ არის აუცილებელი და არც იქნება ჯანსაღი, მაგრამ შემოქმედება ამ დროს შეიძლება თქვას, რომ ჯერ მე ვერ ვხედავ ეს სირთულე რისთვის მეძლევა, რა უნდა ვისწავლო, მაგრამ მზად ვარ, რომ ჩავიხედო აქეთკენ. და მე მქონია ცხოვრებაში ესეთი რთული გამოცდილებები, რომ მithქვამს, რომ აი ღმერთო, არ ვიცი ახლა ეს სირთულე რისთვის მეძლევა, მაგრამ მზად ვარ, რომ დავინახო და დამინახავს მე და მიმხვდალურა, რომ ის იყო ყველაზე კარგი იმ მომენტში, რაც უნდა მომხდარიყო ჩემს ცხოვრებაში, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს ძალიან მტკივნეულია, ხო? აი ეს სხვა ორი განსხვავებული ფილტრი არის. თუმცა ეხლა ცდუნება არის, რომ ხშირად შეხვიდე ამ მსხვერპლის მდგომარეობაშიც და მაგაშიც ცუდი არაფერი არ არის. ლიდერობა ეგეც არის, რომ დაინახო, რომ ეხლა მსხვერპლის როლში ვარ შესული. და აცადო შენ თავს თუ იყოფნა გჭირდება და მე ნელ-ნელა გამოიყვანო შენ თავი იქიდან და უთხრა, რომ გავიგე და ეხლა რაღაც სხვას ვირჩევ. ხო, ეს ისევ და ისევ არჩევანის და არჩევანის თავისუფლების საკითხია, რომ დანახვისას
არ შეგეშინდეს იმისი, რაც დაინახე და მიიღო გადაწყვეტილება, რომ მოდი მე რაც დავინახე, ცოტა ხანი ამაში უფრო ღრმად ჩავალ და თვალს არ დავუხუჭავ, იმიტომ რომ ბევრი საგანია და ბევრი საკითხი, რომელსაც როცა გვტკივა თვალს ვუხუჭავთ. ორი ფაქტორი აღნიშნე. ერთი ერთგვარად პოზიტიური, როდესაც ვიღაც როლური მოდელი ყავს, ან რაღაც იდეა გაქვს ადამიანს, ისეთი, რომლისთვისაც ღირს ეს ტრანსფორმაცია და მიდიხარ შენი ლიდერული გზით, აღტაცებული და აღკინებული და მეორე ტკივილის გზით გამოვლილ ნაპოვნი. მეორე გზას მე ვფიქრობ, თუ სერიოზული უნარები არ უმაგრებს ზურგს, ძალიან უცბად შეუძლია ჩავარდნა მსხვერპლის ორმოში. ეს რომ არ მოხდეს, რა უნდა კონდეს ადამიანს მუდმივად მხედველობაში. აი რას მიაქციოს ყურადღება, რომ ეს мотиваცია ახლა მე რომ გამიქრება და ეს ანთებულობა ხო მუდმივად ვერ გრძელდება, ეს პროცესი ენერგია ფიზიკურად ვერ ეყოფა. ყველაფერს აქვს თავისი მოსვენების, შესვენების, დაპაუზების ფაზები, ხო? აი იმ პაუზაში რომ სტაგნაციაში არ გადაეშვას ადამიანი, აი სად რა სიგნალი უნდა იპოვოს მაგ დროს? პაუზასთან ყოფნა არის ერთ-ერთი ისეთი მნიშვნელოვანი ლიდერული კომპეტენცია, ოღონდ პაუზაში რას გულისხმობთ ამ შემთხვევაში? ანუ ჩვენ ბუნებრივად და ბიოლოგიურად ვართ ავტომატური რეაქტიული მექანიზმი გვაქვს, ხო, რომელიც გადარჩენას ემსახურება. შესაბამისად, ნებისმიერ მოვლენას პასუხობთ რეაქტიულად, იმისთვის რომ გადავრჩეთ და ეს ჩვენი რეაქტიული პასუხი არის, ან უნდა შეებრძოლო, ან უნდა გაშეშდე, ან უნდა გაიქცე, ან რაღაცნაირად უნდა მოერგო აი ამ მოცემულობას. და ძალიან ხშირად ეს 4 რეაქცია ხოლმე გვერევა ჩვენს არჩევანში. ანუ მე შეიძლება ძალიან ვიბრძოლო, წინააღმდეგობაში მოვიდე, ან პირიქით თავი დავაღწიო აი ამ რთულ სიტუაციას, აი რაღაც კონფლიქტი არის მაგალითად და არ მინდა რომ ჩავერთო და გავერიდები გვერდიდან, ან პირიქით კონფლიქტში შევალ მეც. ან გავშეშდები, იმიტომ რომ არ ვიცი რა გავაკეთო, რომ გამოვხატო ჩემი თავი საფრთხე მემუქრება, რომ გავიქცე მთლად ეგრეც არ წამოვა და ეს გაზი მუხრუჭვის თემა ერთდროულად რომ ვიყინებით ხოლმე, საერთოდ ვერაფერს ვერ ვაკეთებ. ეს არის ავტომატური რეაქციები. და პირველ რიგში მნიშვნელოვანია, რომ მოვლენისგან ეს შენი ავტომატური რეაქციები დაინახო, გაიცნო კარგად. ამ რეაქციების გაცნობის შემდეგ გაქვს საშუალება, რომ აი იმ პაუზასთან იყო, რაც რეალურად გაძლევს არჩევანის თავისუფლებას. მანამ არჩევანის თავისუფლება არ გვაქვს. ამ ავტომატურ რეაქციაში არ ვარ თავისუფალი, ხო? ჩემი ამოცანა არის, რომ გადავრჩე, როგორც ფიზიკურად, ისე ემოციურად, როცა ამ რეაქციებს ვიყენებ და სხვათა შორის ვიქტორ ფრანკლს აქვს ხო ეგ იდეა და ეს ჩვენი სტიმული რეაქცია შორის ეს პაუზა რომელიც არსებობს და ძალიან ისეთი გაკვეთილი მიიღო ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი არის ალბათ რთულ სიტუაციაში გაკვეთილი როგორ შეიძლება რომ მიიღო ხო საკონცენტრაციო ბანაკში მოხვდა არადა წარმატებული სპეციალისტი იყო მაშინ თავის დროის მიიწვიეს ამერიკაში არ წავიდა და მე ისე აღმოჩნდა რომ საკონცენტრაციო ბანაკში მოხვდა თავის ოჯახთან ერთად ალბათ ეხლა ისე რომ შევხედოთ ყველანაირი მიზეზი ქონდა რომ ეწუწუნა და ეთქვა რომ აი ღმერთო რატო რა დავაშავე ეხლა აქ რისთვის ვარ მაგრამ და თან მით უმეტეს იქაც დაართული გამა ოჯახის წევრები ფაქტიურად მის თვალწინ დახოცეს თვითონ ცოცხალი გადარჩა და ერთ რაღაცას მიხვდა ძალიან ღირებულს რომელიც ეხლა მე რო ვსაუბრობ მეც აი ამ რაღაცის ამის მჯერა და აქედან ინსპირაციას ვიღებ ძალიან დიდს ხო რომ ყველაფერი შეიძლება წაართვა ადამიანს ერთადერთ რაღაცას ვერ წაართმევ როგორი დამოკიდებულება იქნება იმ მოვლენებთან რა მოვლენებშიც არის ხო ეგ არის თავისუფლება როგორი დამოკიდებულება მექნება ყველაფერს ვერ ცვლი მხოლოდ საკუთარ დამოკიდებულებას მე რა დამოკიდებულება მექნება ეს შემიძლია რომ შევცვალო და ამ პაუზას ესაჩენ ზუსტად რომ არის მოვლენა გაქვს ამაზე ავტომატური რეაქცია და ავტომატურ რეაქციებს თუ ამჩნევ და გადაწევ შემდეგ შეგიძლია რეალურად აირჩიო როგორი დამოკიდებულება გექნება ამ ყველაფერთან და აქედან გამომდინარე იმოქმედო არა ავტომატურად ან რეაქტიულად არამედ აი პროაქტიულს რო
მოეძახით, ხო, გააზრებულად და ეს გააზრებაც ნიშნავს იმას, რომ სხვადასხვა შეხედულება დაადო, შენი გავლენის ზონიდან ილაპარაკო, ხო? ანუ მე რაზეც მაქვს გავლენა, იქიდან გამომდინარე შევაფასო და მე საბოლოო ჯამში ვიმოქმედო. ამიტომ ეს პაუზა რო განვითარდეს, ერთი ეს არის პირველი თემა და მუშაობა ამ ყველაფერზე და ეს ნიშნავს, რომ საკუთარ თავში უნდა ჩაიხედო და გააცნობიერო. ამიტომ ვამბობთ ხოლმე, რომ თვითცნობიერება არის მეტაკომპეტენცია ლიდერობის. მე არ ვიცი არც ერთი მოდელი ლიდერული განვითარების, ხო? მით უმეტეს ეს ახალი მოდელები, რომელიც თვითცნობიერებას არ ეფუძნება და თვითცნობიერება არის პირველ რიგში ეს, რომ შეიცან თავი შენი. ახალს არაფერს არ ვამბობთ, ყველაფერი არის, აი უძველეს ცოდნებში გაშლილი, ეხლა უბრალოდ აი უფრო პრაქტიკულად შეიძლება რომ გადმოვთარგმნოთ და იგულისხმება ამ შემთხვევაში ზუსტად ის, რომ ჯერ გაიცანი შენია ეს ავტომატური მექანიზმი, რა გმართავს, რომ მე იყო თავისუფალი იმდენად, რომ შენ თვითონ მართო ეს ყველაფერი და არა ამ რეაქციებმა. ეს ყველაფერი ასე ადვილი რომ ყოფილიყო, როგორც შეიძლება რომ ვისაუბროთ და რა თქმა უნდა ამდენი ხანი არსებობს, იმიტომაც შეიქმნა რომ სამუშაო იყო. 12 მცნებაც ისე არ მოგვეცემოდა, ყველაფერი კარგად რომ ყოფილიყო და ამას მუდმივი მუშაობა და საკუთარ თავში ჩახედვა რომ არ დასჭირვებოდა, ხო? ფრანკლის მაგალითი ძალიან მომეწონა. ფრანკს აქვს ერთი მეც ძალიან მიყვარს და მიუხედავად იმისა, რომ ნევროლოგიაზე ვსწავლობდი, ჩემით ვიჩიჩქნებოდი ხოლმე და მაინტერესებდა ძალიან ეს ფსიქოლოგიური ასპექტები, იმიტომ რომ ნევროლოგია და ფსიქოლოგია ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან და ერთ-ერთი იყო, რომელიც ლიდერობას პირდაპირ არ უკავშირდება, მაგრამ ეჭვიანობასთან დაკავშირებით იყო მისი აზრი. ან დაგვიანებულია ეჭვიანობა, ან უსაფუძვლოაო. და პირდაპირ კავშირში არ არის, მაგრამ რადგან ეს ადამიანის ბუნებაა, მგონია რომ თვითმართვაში და ლიდერობაშიც ამ ეჭვიანობის მსგავსად აქვს ის თუ როგორ ვრეაგირებთ ჩვენ მოვლენებზე. ხანდახან სრულიად უსაფუძვლოა ჩვენი აზრი და წინასწარი მოლოდინი რაღაც საკითხზე და რეალობა შეიძლება სულ სხვა აღმოჩნდეს. ეს ეჭვიანობის მსგავსად ორგანიზაციებთან მუშაობისას, ლიდერებთან მუშაობისას რა შეხვედრია წინასწარ რაზე უნერვიულიათ და რაზე შექმნილა პრობლემა, რაც სინამდვილეში ისე არ აღმოჩენილა. ეჭვიანობის უკან ხშირ შემთხვევაში რა იმალება? ხო, შიში როგორც წესი, შიში რაღაცის დაკარგვის. და ხშირად ესეც გასაცნობიერებელია, იმიტომ რომ ეჭვიანობა ისევ გარეთ მიმართული მდგომარეობა არის, ანუ ვეჭვიანობ რაღაცაზე შეიძლება ან ვიღაცაზე, მაგრამ ვერ ვაცნობიერებ, რომ შინაგანად მე თვითონ რაღაცის მეშინია და საიდან მოდის ეს დანაკლისი, ესეც თვითცნობიერებასთან არის დაკავშირებული. ამიტომ თითოეულ ჩვენთაგანს გვაქვს ეს სხვადასხვა შიშები, ვიღაცას უფრო დიდი აქვს, ვიღაცას შეიძლება უფრო ნაკლები, იმიტომ რომ გარკვეული ცხოვრებისეული გამოცდილება გვაქვს გავლილი. პირობითად მე თუ გამოცდილებაში მაქვს რაღაცა ჩემს კოლეგასთან ცუდი ურთიერთობა, ან შეიძლება რაღაცა არასწორად გამიკეთეს, ან მათ გამო პრობლემა შემხვდა, ეხლა მოლოდინი მაქვს, რომ იგივე გამიმეორდება, ხო? ამიტომ ძალიან ხშირად ეს წარსული გამოცდილება და ეს შიში ხდება ფილტრი, რომლითაც აღიქვავ რაღაცებს და სინამდვილეში რეალობასთან არანაირი კავშირი იმას არ აქვს, მაგრამ შენ ესე აღიქვავ. მე მახსოვს ერთხელ ჩემ ერთმა სტუდენტმა მომიყვა თავის ხელმძღვანელზე, რომ აი რო შევდივარო რაღაცა ისე მიყურებსო, რომ ეგრევე ვიძაბებიო და ალბათო მალე შეუნდაო რომ გამიშვას სამსახურიდან. რატო ფიქრობ მეთქი ეგრე თქვა, აი რა გაძლევს მეთქი, აი რაღაცნაირად მიყურებსო. რამე უთქვამს მეთქი, როდეს მეთქო და არაო, ესე თქმი თუ არაფერია, მაგრამ აი მზერა აქო რაღაც რო შევდივარო და აი რა ხდება მეთქი სამსახურში რომ მიდიხარ თქო და აი რო ვაგვიანებო განსაკუთრებით მაშინ აქვსო რა ესეთი მზერაო და ანუ ხა ბუნებრივია რომ აგვიანებ, შეიძლება თუ ესეთი ორგანიზაციული წესი არის, კონდეს ესეთი რეაქცია ხო ადამიანს და რო ჩავეკითხე, ანუ წინ ხელმძღვანელებთან ქონდა ძალიან ცუდი ურთიერთობა. რთული ურთიერთობა ქონდა მოკლედ და ეხლა იგივე ფილტრით უყურებს აი ამ მიმდინარე ხელმძღვანელსაც. ამიტომ
ძალიან ხშირად ეს ჩვენი შინაგანი მდგომარეობა თუ ფილტრები რეალობის აღქმის საშუალებას არ მაძლევს. თან მე მგონია, რომ ეს ესი არის, ახლა ეს ჭეშმარიტება არის და თუნდაც კითხვა დაუსვა, რომ აი ფაქტობრივად რა ხდება, რა არის ფაქტი და რა არის შენი ინტერპრეტაცია. ეს ორი ხშირად არის ძალიან გადადებული ხოლმე ერთმანეთთან. შეფასებითად აღწერთ ხოლმე, ვიღაცა კარგია, ვიღაცა ცუდია, ვიღაცა ისეთია, ვიღაცა ისეთია. ფაქტი რა არის და რა არის ის მნიშვნელობა, რასაც შენადებ. აი ეს ორი თუ გამიჯნე, უკვე შეგიძლია რომ აი ამ ეჭვებთანაც უფრო ჯანსაღად იმუშაო. და ხშირად ორგანიზაციებთან რაც მოდის ხოლმე ალბათ ეს სხვადასხვა ეჭვები თუ შიშები არის ისევ იქიდან გამომდინარე ვის რა გზა აქვს ხოლმე ხანდახან არის რომ იგივე თუნდაც სპეციალისტთან შეიძლება გქონდეთ უარყოფითი გამოცდილება არც კი ვიმუშავია აქამდე ვიღაც სპეციალისტთან მაგრამ არ გამოვიდა და ეხლა არ ვიცი აი კი გამიგია რომ ეს კოუჩინგი ეფექტურია და ეს ტრენინგები მაგრამ რა ვიცი აბა იმუშავებს იმიტომ რომ წინაზე შეიძლება რაღაცა უარყოფითი გამოცდილება მქონდა რაღაცამ არ იმუშავა ამიტომ ესეც როგორც წესი არის ხოლმე ეს ჩვენი რაღაცა გამოცდილებებიდან და ამის გამიჯვნა ან ფაქტებად და მნიშვნელოვნებად უკვე საშუალებას გაძლევს რომ ფაქტებზე შეგვიძლია ვიმსჯელოთ და მნიშვნელობა არის ძალიან ინდივიდუალური და ძალიან შეფასებითი. არ დავადოთ ძველი მნიშვნელობა. წარსული გამოცდილება არ დავადოთ და მივცეთ საშუალება რომ როგორიც უნდა იყოს მომავალში ისე განვითარდეს თავისთავად და არა მაინც და მაინც რაღაცა. კიდე თან აქ დავშტამპოთ იმ წარსულით. კი და აქთან ერთი რაღაცა რაც უნდა გვესმოდეს, ანუ ამასაც ბუნებრივად რატო ვაკეთებთ, ხო, ანუ ტვინისთვის გაცილებით მარტივი არის ძველი აი ამ პროგრამებით იფიქროს, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში უბრალოდ გადაიწვება ამდენ ინფორმაციას ვერ გადაამუშავებს ყველაფერს სუფთა ფურცლიდან რო უყურებდეს. ხო, ანუ ჩვენ გვაქვს გამზადებული შაბლონები, რომლითაც ტვინი ენერგოეფექტურები ვართ ამით. ენერგოეფექტურები ვართ. შესაბამისად, ეხლა რაღაცა უარყოფითი გამოცდილება მაქვს თანამშრომლებთან, ეს გენერალიზებულად გადავწყვიტავ, რომ პირობითად რაღაცა უნდა გავაკეთო ამასთან მიმართებით. ან არ უნდა ვენდო ადამიანებს. აი გენერალურად გადავწყვიტე რომ არ უნდა ვენდო ადამიანებს, იმიტომ რომ ორჯერ რო ვენდე, შეიძლება მანამ ორჯერ ვენდე. გამიცრუვდა ეს ნდობა, ეხლა გადავწყვიტავ. არა და ყველაფერს აკეთებს ეს ადამიანი იმისთვის რომ ჩემი ნდობა დაიმსახუროს, მაგრამ არა, მე რო ეს წარსული გამოცდილება მაქვს, ამასაც ამ ფილტრით უყურებ და მე როცა იქნება, ისიც გამიცრუებს ამ ნდობას, იმიტომ რომ რასაც ითხოვ, როგორც წესი, მოგეცემა. ის მოგეცემა, იმიტომ რომ ეგეც ჩვენი შემოქმედის მდგომარეობა არის. გამოვიწერთ ხოლმე ამას. რასაც იღებ, ის გაქვს გამოწერილი, მაგრამ ხო, ვერ ხვდებით ხოლმე მაგას. და რა საიდან მოვიდა ეგ რომ ვიცოდეთ, უნდა ჩავუჯდეთ მაგაზე, უნდა დავფიქრდეთ, რომ ნეტა რატო მომეცა ეხა ეს, რატო გამოვიწერე, როგორც ახსენე ჩვენი საუბრის დასაწყისში. ახლა ლეგენდარული კითხვა. ლიდერობა ისწავლება? სინამდვილეში ძალიან პრაქტიკული კითხვა არის, ალბათ. ადრე რომ თავიდან რომ დაიწყო კვლევები ამ მიმართულებით, ამბობდნენ რომ არის სწავლება. და დაბადებით მოგეცემა ეს რაღაცნაირი კომპეტენციების ერთობლიობა, რაც ლიდერობას ახასიათებს და დღეს მე ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ ეს აუცილებლად არის სწავლადი და უფრო მეტიც თუ გინდა შენს ცხოვრებაში შექმნა შედეგები, არ აქვს მნიშვნელობა რა მიმართულებითაც შენთვის მნიშვნელოვანი არის ამ ეტაპზე, უნდა იყოს შენი ცხოვრების ლიდერი მინიმუმ. ანუ ეს ნიშნავს, იცი რა გინდა, პასუხისმგებლობას იღებ, მოქმედებ. ორგანიზაციულ კონტექსტშიც ეს ნიშნავს უკვე კიდე დამატებითი კომპეტენციების ერთობლიობას, ხო? იმიტომ რომ თუ რაღაცა პოზიცია გიკავია, ის პოზიცია კიდე გთხოვს გარკვეულ უნარებს. თუ სურვილი გაქვს ამის სწავლა, შეიძლება. სხვათა შორის ერთი მაგალითი გამახსენდა სახალისო მაგაზე, ჩვენთან იყო ჩამოსული ერთ-ერთ საერთაშორისო პროექტზე, ერთი პროექტის ხელმძღვანელი და როგორი მორიდებული ადამიანი. ედვარდო ხო არა. უფრო ტექნოლოგიური მიმართულებით არის და ძალიან ისეთი გონიერი, მაგრამ აი ის უფრო ინტროვერტი ტიპის ადამიანი არის, აი ზე კომუნიკაცია რო არ უყვარს და ურთიერთობების ძალიან ისე შესვლა, თავის საქმეს აკეთებს იდეალურად და მოკლედ საქართველოში ჩამოვიდა რაღაცა პერიოდით სამუშაოდ და ერთ პროექტს მართავს. და ეხლა რო გადავახვიე 6 თვე რო დამთავრდა, დაბრუნდა თავის ქვეყანაში და ეს კოლეგებმა მოუწყეს დახვედრის ცერემონიალი, რომ აი დაგვიბრუნდა ეს ჩვენი გუნდის წევრი უკან და მე ერთ-ერთი ის კოლეგა მირეკავს, რომ რა ქენითო
რა გააკეთეთო და რა ხდება მეთქი და რადიკალურად არის შეცვლილიო და რა გააკეთა იციო ამ დახვედრის წვეულებაზეო რომ მაგიდაზე სკამზე ავიდაო იმიტომ რომ ყველასო ვერ გხედავდაო სკამზეო შედგავ და სიტყვით მოგმართაო და მადლობა გადაგვიხადაო რომელიც საერთოდ ხმამაღლაც კი არ საუბრობსო და ძალიან მორიდებული არისო და ძალიან ისეთი სამადლობელი გადაგვიხადაო და რა დავალევინეთ აქ 6 თვე leadership სემინარი ქონდა საქართველოში ფაქტიურად და რატო თამადა იყო ყვაჭკარა გადაუსხით თითქმის ყველა შეხვედრაზე იყო თამადა და თამადობა არის ერთ-ერთი ესეთი კარგი ლიდერული ვარჯიში ხო იმიტომ რომ ბევრ კომპეტენციას იქ მე როცა სმაში და ამბავში გადადის ცუდ ფორმებში ვითარდება ამას არ ვეხები მაგრამ რო შეხედო ერთ-ერთი ძალიან ლამაზი კულტურული მაგალითი არის როგორ შეიძლება ახე ისტორიების მოყოლა არის საოცარი ხო ანუ რომელიც გაფიქრებს რაღაცა გეხება შინაგანად მე აქედან გამომდინარე რაღაცა ახალი ქცევის ახალი იდეის გაჟღერება არის ამის ირგვლივ ადამიანების გაერთიანება არის იქ უკვე იმდენი რაღაცა ხდება რომელიც ამ კომპეტენციებს ავითარებს და მოკლედ აგერ მაგალითი არის არალიდერული ესე კლასიკური გაგებით ადამიანი რომელიც ისეთი მორიდებული იყო ოთახში ვიღაცა რო შემოვიდო და უცებ ხმას უწევდა ხოლმე რომ ვიღაც არ შეეწუხებინა ნიშნულოვნად შეიცვალა. ამიტომ შესაძლებელია ამის გავარჯიშევა, თავარია რომ მომიდეს. თამადობით მათ შორის. დროის მენეჯმენტიც სჭირდება თამადას. დროის მენეჯმენტი მეტყველება სჭირდება. აუდიტორიის ყურადღების მიქცევაც სჭირდება, შესაბამისად ავტორიტეტი სჭირდება. თან ნახე კარგი თამადა როგორია, რომელიც ძალით კი არ ითხოვს, რომ ეხლა მომისმინეთ, ისე საუბრობს, რომ სხვა რაღაცას არც აქცევ ყურა, ისეთ ისტორიას გაინტერესებს ეხლა. იწვევს მაგ დაინტერესებას. ბუნებრივად იწვევს ამ დაინტერესებას, გეხება, რაღაცნაირად შენთვის მნიშვნელოვანს იღებ, იმიტომ რომ ისტორიებს ხო ზოგადად ესეთი ძალა აქვს, გვიწვევს აზროვნებისკენ, ხო, რაღაცას ისეც გაძლევს, ისეთ მნიშვნელობას ბადებს შენში, რაც შეიძლება მანამ არ იყოს და ამ იდეის ირგვლივ მე რა ყველანი ვერთიანდებით. მათ შორის იუმორის გზნობაც. კი, და მათ შორის იუმორიც. კი, ნუ თამადას შესაბამისად ერუდიციაც სჭირდება. ანუ ეს ჩვენი კულტურული მემკვიდრეობაა და ეს გენეტიკური თამადობა როგორ შეიძლება რომ ორგანიზაციებში იყოს გადატანილი. თამადას ირჩევენ, რატომ მკითხულობ? თამადას ირჩევენ. თამადა არ არის თვითდანიშნული და თვითგამოცხადებული ლიდერი, ხო? და ორგანიზაციულ კონტექსტში ზუსტად ეს მაინტერესებს. კულტურა აყალიბებს ლიდერს თუ ლიდერი ქმნის ამ კულტურას? აი ერთი კავშირი ეგ არის ზუსტად რომ მენეჯერი და ლიდერი რითი განსხვავდება ერთმანეთისგან, ხო? ანუ მენეჯერს ნიშნავენ და ლიდერს ირჩევენ. შესაძლებელია მენეჯერიც გახდეს ლიდერი თუ მას აირჩევენ. ანუ ნებართვა არის ლიდერობა რაღაცა კუთხით. მე შენ უნდა მოგცე ნებართვა რომ ჩემი ლიდერი იყო. ანუ რომ რაღაცაში გამოყვე, ესე რომ ეხლა ვიღაცა მითხრა შენი დირექტორი არის, ეს არ აძლევს ამას ამ ნებართვას. ამიტომ უნდა მოვიპოვო. და როგორ უნდა მოვიპოვო? პირველ რიგში იმით, რომ ეს კომპეტენციების კუთხით რომ ჩავყვეთ ახლა, ხო, აი რა შინაგანი მდგომარეობა თუ რა მახასიათებელი უნდა მქონდეს იმისთვის, რომ ეს შენი ნებართვის მოპოვება შევძლო. ერთი არის ის, რომ თვითცნობიერება უნდა შემეძლოს, იმიტომ რომ ტყუილია თუ მგონია სხვა ადამიანების მართვა შემიძლია, თუ ჯერ საკუთარ თავს ვერ უმართავ, ხო, ეს ემოციური ინტელექტის ფუნდამენტიც ეგ არის, რომ ჯერ შენ თავს იცნობ, შენ თავს მართავ, მერე გადადიხარ უკვე სხვა ადამიანების გაცნობაზე და მათ მართვაზე. მაგრამ ლიდერს რა აქვს იცი კიდევ მნიშვნელოვანი რომ აქვს ფოკუსი სარგებლის შექმნაზე. ანუ აქვს უნარი დაუკავშირდეს რაღაცა უფრო მეც ვიდრე თვითონ არის. მარტო თავის თავზე არ ფიქრობს, ანუ ეგოცენტრული არ არის ესე რომ ვთქვათ, ხო? ანუ შეუძლია იფიქროს საერთო სარგებელზე, გუნდის სარგებელზე, რაღაცაზე უარი თქვას საერთო სარგებლის სანაცვლოდ და ეს ამას მე რო უყურებ და ამას მე რო განვიცდი, მაქვს მე იმის განცდა რომ მე ამ ადამიანისთვის რაღაცებს გავაკეთებ და რო უყურებ ადამიანს რომელიც მარტო თავის თავზე ფიქრობს, ახლა ბუნებრივად არ მომინდება რომ მე იმისთვის რაღაცა უფრო მეტი გავაკეთო. და ლიდერს ეს შინაგანად აქვს. შინაგანად აქვს იმიტომ რომ იმდენად გაიზარდა, აი საკუთარ ცნობიერებაში იმდენად გაიზარდა, რომ ეხლა შეუძლია ემსახუროს ლიდერი როგორც მსახური ამ ტერმინსაც ვიყენებთ ხოლმე, ხო? ანუ შეუძლია ეს სარგებელი შექმნას. ლიდერმა არა
მართოს, იმიტომ რომ მართვა მაინც მენეჯმენტია, ვაზუსტებ უბრალოდ შენთან. არამედ ჩააბას ხალხი ისე, რომ ის ხალხი თავისი ნებით გაყვეს. ანუ გაუძღვეს ადამიანებს. და რაღაც საერთო მიზნის, მისიის, ან რაღაც იმის ირგვლივ, ხო? კი, ესე ვიტყოდი, რომ უფრო არის კომბინაცია. ანუ ეფექტური მართვა არის ლიდერშიპის და მენეჯმენტის კარგი კომბინაცია. ანუ ერთის მხრივ უნარის, რომ დაისახო მიზანი, საით მივდივართ და ამის ირგვლივ გავერთიანდეთ და ამის ირგვლივ როგორ ვერთიანდებით. იმიტომ რომ შენთვისაც არის აქ რაღაც სასარგებლო, ჩემთვისაც და ყველასთვის. ანუ ეს ინდივიდუალურ სარგებელთანაც კავშირი არის, ხო? მოგვინდა დავირაზმეთ ამ მიზნისკენ, მაგრამ ეხლა ამის აღსრულება ხო უნდა მოხდეს, თუ აღსრულება არ მოხდა, ეს ჩვენი ხედვა გვერდით დაგვრჩება. ამიტომ რეალურად ეფექტური მართვა გულისხმობს ზუსტად მაგას, რომ ეს ლიდერული და მენეჯერული ხედვების გაერთიანება მოხდეს. და ეხლა ეგ არც ისეთი ადვილი არის. ხანდახან არის ხოლმე რომ ყავს ეფექტური ლიდერი, ანუ საოცარი ხედვები აქვს, საოცრად შეუძლია ადამიანები ჩააბას, აანთოს, დააინსპირიროს, მაგრამ მერე, იმიტომ რომ ეფექტური გეგმა არ აქვს, სტრატეგია არ აქვს, ნაბიჯები არ მოყვება ეს ჩვენი. ანუ ლიდერი რომელსაც აქვს ხედვა, მაგრამ არ აქვს აღსრულების გეგმა და სტრატეგიული ესეთი ვერ არის, ხო? ხო, შედეგებზე ვერ გადის. ტიპაჟი არსებობს. კი, შედეგებზე ვერ გადის, როგორც ხედვიდან შედეგიანამდე საკმაოდ დიდი გზაა. კი, თუმცა იგივენაირად მენეჯერიც რა, რომელსაც აქვს ძალიან ეფექტური გეგმა, მაგრამ ხედვა თუ არ არის, ეს ინსპირაცია თუ არ არის, წინააღმდეგობები შეიძლება ადვილად ვერ გადალახოს და გააჩეროს ის მუხტი აღარ ეყოს. ხო, ამიტომ თუ აი ეს ორივე ერთად არის, ხედვაც მაქვს, ინსპირაციაც მაქვს და აი ამ სამუშაოთას ვასრულებ, იმიტომ რომ ეხლა ინსპირაცია, ხედვა, მისიაზე მუშაობა, აი როგორც წესი ყველაზე აღმაფრთოვანებელი ნაწილი ხოლმე, ხო? ეხლა გუნდურ სამუშაოებშიც და ყველა ძალიან დიდი ენერგიით ერთვება ამ პროცესში, მაგრამ მე მთავარი სამუშაო არის ხელებს რო ავიკაპიცებთ და როცა მუშაობას ვიწყებთ და აი ამ კუნთის გავარჯიშებაც კუნთი რო დავარქვათ, ვიტყოდი რომ ძალიან მნიშვნელოვანია და ეგ ქმნის დღეს ეფექტურ ლიდერს. მარტო ერთი კომპეტენცია არ არის საკმარისი. ერთი კომპეტენცია მე მგონი არასოდეს საკმარისი არ არის და მით უმეტეს დღეს როდესაც ხელოვნურმა ინტელექტმა და ტექნოლოგიურმა პროგრესმა ესე დააჩქარა მოვლენების განვითარება და გარემო კიდევ უფრო კონკურენტული გახადა, ერთი პროფესიაც კი აღარ არის საინტერესო და ასე ხდება გამიქსვა, დაბლენდვა, უკაცრავად ჟარგონებისთვის ბარბარიზმებს ვიყენებ. ხო, კომბინირება არის უკვე საჭირო და ლიდერისთვის რა არის უნარების ყველაზე კარგი კომბინაცია? სასწავლო პროგრამას გეკითხები ახლა პრაქტიკულად, იმიტომ რომ თვითნაბადი ლიდერისთვის ეს ბუნებრივი პროცესია და შექმნილმა ლიდერმა, რომელიც სწავლობს ამ ყველაფერს, არ ვაკნინებ ამით არანაირად, პირიქით ძალიან დასაფასებელია, როდესაც ადამიანი ხვდება, რომ გადამწყვეტი ნაბიჯები აქვს გადასადგმელი და ამისთვის ამ ცვლილებაზე მიდის და საკუთარ თავში ახორციელებს და სხვებსაც მიუძღვის, მაგრამ აი ამ თვითნაბადს რა განასხვავებს შექმნილი ნასწავლი ლიდერისგან და რა უნდა ისწავლოს ადამიანი, აი დღეს რო ჩვენ მოგვისმენს, საკუთარ თავში რაზე დაფიქრდეს, რომ რა უნდა ვისწავლო, რას მივაქციო ყურადღება. თვითნაბადს აი იმ ლიდერისგან, რომელიც სწავლობს ლიდერობას, განასხვავებს ის, რომ თვითნაბადი ავითარებს საკუთარ თავში უნარებს, შეიძლება ინტუიციურად. თუმცა გამზადებული უნარებით არ ვიბადებით, ანუ ლიდერობა არის უნარების ერთობლიობა. რომელიც უბრალოდ უნდა ისწავლო, ამაში დრო ინვესტიცია უნდა გააკეთო, ხო? თვითნაბადის შემთხვევაში უბრალოდ ინტუიციურად ხვდები, რომ ეს მნიშვნელოვანი არის და რა არის ახლა ეს მნიშვნელოვანი, რა არის ის, რაც უნდა განვავითარო. ახლა 4 კომპეტენციაზე რომ დავიყვანო და ეს ამ 4-ზე დამყავს ხოლმე ძირითადად, პირველი არის თვითცნობიერება, ანუ უნარი გაიგო შენი შინაგანი სისტემა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რაღაც ხდება და აქ არის მათ შორის შენი შინაგანი რესურსები, წინააღმდეგობები, სხვადასხვა ეს რწმუნებულებები, შიშები და ასე შემდეგ, რომელიც ძალიან ხშირად გვმართავს, გავლენას ახდენს და მგონია რომ ჩემი ბუნებრივი მოცემულობა, ამიტომ ეს თვითცნობიერებაზე მუშაობა არის ძალიან მნიშვნელოვანი ლიდერული კომპეტენცია. მეორე ვიტყოდი შედეგებზე ორიენტაცია. ანუ როგორ ვიყო ეფექტური და ამ კუთხით ეფექტური რო იყო ჯერ უნდა იცოდე რა გინდა,
რა არის შენთვის მნიშვნელოვანი და მე აქეთკენ ნაბიჯები როგორ გადადგა და არსებობს სხვადასხვა სტრატეგიები, რაც შეგიძლია რომ გამოიყენო იმისთვის, რომ შედეგებს მიაღწიო ცხოვრებაში. მესამე ალბათ ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის სარგებლის შექმნა და ამის გააზრება. სარგებელი როგორც ინდივიდუალურ დონეზე, ასევე მასშტაბურ დონეზეც ახლა ვისთვის რა არის ხო სარგებლის შექმნა. ანუ რა პრობლემა შეგიძლია რომ მოაგვარო, რა არის შენთვის მნიშვნელოვანი, რა არის ის რაც გეხება, რა არის ის რაც უფრო მეტია ვიდრე შენ თვითონ ხარ. ანუ მარტო შენ თავზე კი არ ფიქრობ, არამედ აი დავინახე რაღაცა პრობლემა ან გუნდში ან ორგანიზაციაში ან ზოგადად ჩემს ირგვლივ და აი ამის მოგვარებას ვცდილობ და მეოთხე ალბათ არის ადამიანების შთაგონება და ადამიანთან ურთიერთობა. აი ეს 4 კომპეტენცია თუ მაქვს განვიდა თუ მუშაობ და მე ვფიქრობ რომ დასასრული არც ერთს არ აქვს 4-ვეზე შეგიძლია მუდმივად იმუშაო, იმიტომ რომ ახალ აი სპირალია რა დაახლოებით ეს მიდიხარ ახალ ურთიერთობებში, ახალ გუნდებთან, ახალ მასშტაბით ხსნი თითოეულ ამ 4 კომპეტენციას, მაგრამ მთლიანობაში გეხმარება რომ იყო შინაგანად, ანუ ერთის მხრივ თვითეფექტური, საკუთარი თავი მართო და მე გუნდებთან რო გადადიხარ, მათთან ურთიერთობის ნაწილშიც მიაღწია შედეგებს. რა საინტერესოა, ბოლოს შთამაგონებელი ხშირად არ მსმენია. შეიძლება იმიტომ რომ ძალიან დიდ ბრენდებთან არის ეს შთამაგონებელი და იმ ბრენდების შესაბამის ლიდერებთან დაკავშირებული. სტივ ჯობსი, ელონ მასკი, იმაზე არ არის საუბარი, ვინ როგორი პროდუქტი შექმნა. ფაქტია, რომ დიდი ფიგურები არიან და ისტორიაში სერიოზული წვლილი მიუძღვით. ტექნოლოგიურ ისტორიას გულისხმობ. ეს შთაგონება თუ ადამიანს გონია, რომ არა აქვს. სად უნდა იპოვოს? საიდან მოიტანოს? როგორ უნდა იყოს შთაგონებული და შთაგონებას და мотиваციას მაინც გავმიჩნავ ერთმანეთისგან. აი შენთვის ეს საიდან მოდის? ან პირადი გამოცდილებითაც, აი რა შთაგაგონებს? შთაგონება ჩემთვის არის ჯამი აი იმ 3 კომპეტენციის. ანუ ვარ თვითცნობიერი, ვარ შედეგზე ორიენტირებული და გააზრებული მაგ რა სარგებელს ვქმნი. ესეთი ადამიანები არიან შთამაგონებლები. ოღონდ არა ყველასთვის. ძალიან ხშირად აი ესეც ცოტა ისეთი ეგოცენტრული არის ალბათ, რომ შთამაგონებელი მინდა ვიყო ყველასთვის და ვერ იქნები ყველასთვის შთამაგონებელი და არც უნდა იყო ყველასთვის შთამაგონებელი, მაგრამ შენ თუ გააქვს გააზრებული ვინ ხარ, რა არის შენთვის მნიშვნელოვანი, საით მიისწრაფვი, ამ კუთხით ნაბიჯებს დგამ, მაშინ ჰოის აუცხრება აღმოჩნდებიან ადამიანები, ვისაც მოწონხარ, იმიტომ რომ რა არის, იცი რომ ეს მისწრაფება არის, რაც გვაერთიანებს. უბრალოდ შენი მისწრაფებაა, ჩემი არის. მე თუ ამასთან დაკავშირებული ვარ და ეს გაცხადებული მაქვს და ამას ვაკომუნიცირებ, მოვიზიდავ ადამიანებს, ვისთვისაც მსგავსი რაღაც არის საინტერესო და შთაგონებაც მაქედან მოდის. ანუ პირველ რიგში საკუთარ თავთან ხარ კონტაქტში, გააზრებული გაქვს შენი მისწრაფებები, შენი ხედვა, არასარგებელი გინდა შექმნა, მოქმედებ ამ მიმართულებით, შედეგებიც გაქვს და მე მინდა, იმიტომ რომ ჯერა და რატომ ჯერა, იცი? პირველ რიგში მე თვითონ მაქვს ეს რწმენა. მე თუ არ მჯერა ჩემი იდეის და მოლოდინი მაქვს, რომ ეხლა ვიღაცა ჩემი შთაგონდება, რანაირად შთაგონდება, მე თვითონ არ ვარ ჩემი იდეით და ჩემი ხედვით შთაგონებული. ამიტომ აქაც თუ საკუთარ თავში ჩავიხედავ და ეს ქარიზმატულ ლიდერებს რო ეძახიან, თუ დააკვირდები, ეგ არის ქარიზმატული ლიდერი რეალურად. ეს მახასიათებელი აქვთ, რომ აქვთ ხედვა, რაც არ უნდა გიჟური იყოს, ამის წამს და მოქმედებს ამ ხედვისკენ. და მე ხა ერთი ადამიანი 2, 5, 10, 20 და ეს მრავლდება და შეიძლება მთელი ქვეყანაც გახდეს ესეთი ადამიანი. ოღონდ ჩემთვის მაგალითად ამ ადამიანებს ზუსტად ამ ყველაფრის კომუნიკაციის ძალიან კარგი უნარი აქვთ და ქარიზმა ზუსტად მაგაში გამოიხატება. ესეთი ენერგეტიკული მატარებელია, რომელიც სხვანაირად გადმოგცემს, სხვანაირად გიყვება, გითრევს ამ ყველაფერში. მართლა გინდა რომ წაყვე კი არა, გადაასწრო კიდევაც, მის წინაც ირბინო, იმდენად მართლა აგანთებს ამ თავისი იდეით.
აი შთაგონების ნაწილი ეგ არის მე რომ ეს როგორ გადმოთარგმნო. ანუ რაღაცა რო გადმოთარგმნო, ჯერ ხო გადმოსათარგმნი უნდა იყოს. და ძალიან ხშირად ჩვენ აი უფრო ფოკუს ამაზე ვაკეთებთ, რომ როგორ გადმოვთარგმნო, ხლა ამის კომუნიკაცია როგორ გავაკეთო და ეს ხედვა ჯერ შიგნით უნდა მომწიფდეს, უნდა დაიბადოს და მე კი ბატონო ეს სასწაული მაქვს ამის კომუნიკაცია როგორ გავაკეთო, იმიტომ რომ ალბათ ყოფილა სოფლიოში იდეები, გენიალური იდეები, რომლებიც მხოლოდ მათი იდეის ავტორის თავში დარჩა, იმიტომ რომ არ იცოდნენ ამ ადამიანებმა ეს ყველაფერი როგორ გადმოითარგმნათ. ანუ ხედვა რო გაცოცხლდეს, ამას როგორ გადმოვიტან რეალობაში, ეს უნარია, რა თქმა უნდა. და ისევ კომუნიკაციის უნარი არის, რომელიც ვითარდება და შეგიძლია იმუშაო ამაზე. გაიარო ეს სხვადასხვა დისკომფორტებში, იმიტომ რომ ეგეც არ არის ადვილი. ხა მით უმეტეს 21 საუკუნეში ისეთ სამყაროში ვცხოვრობთ, ერთ რაღაცას რო იტყვი, 1000 კრიტიკოსი გამოგიჩნდება. რაღაც რატო არ გააკეთეს სწორად, იმიტომ რომ კრიტიკა უფრო ადვილად გამოგვდის ჩვენ, ვიდრე დაფასება ადამიანების. ესეც კულტურული არის, ხო? განათლების სისტემა გვაქვს ისეთი, რომელიც უფრო გაკრიტიკებს. ხა მასწავლებელიც ხშირად შეიძლება ყოველ შემთხვევაში წინა თაობებში ხლა შეცვლილი არის მეტნაკლებად, თუმცა ეგ პრობლემა მაინც დგას, უფრო მეტად ორიენტირებული შეიძლება იყოს რაღაცა მინუს ეს წითელი ხაზით გაგისვას, ვიდრე რაღაც კარგი გითხრას და ეს მე ხო ჩვენშიც კრიტიკას უფრო მეტად აძლიერებს. კრიტიკა ცუდი არ არის, მაგრამ როცა გალიმიტირებს, როცა ხელს გიშლის, როცა ბორკილებს გადებს და მოძრაობის საშუალებას არ გაძლევს, ეს უკვე შემზღუდავი ხდება. ამიტომ აქაც ძალიან ხშირად არის ეს იდეები, გვაქვს გონებაში, მაგრამ არაფერს არ ვაკეთებ, იმიტომ რომ პირველი გამანადგურებელი ამ იდეების და მთავარი მოწინააღმდეგე მე თვითონ მიზის გონებაში მოსამართლეს ვეძახით ხოლმე მაგას ცხოვრების რუკის პროგრამაზე, ხო? ანუ ეს ჩვენი შინაგანი ხმა, რომელიც გეუბნება, რომ არა, ის რასი ფიქრებს, ეგ-ეგრი არ არის, სულ განგჯის, სულ რაღაცები არ მოწონს და შთამაგონებელი ლიდერები რას აკეთებენ, იცი რომ ეს მოსამართლე იქ იტყავთ რა, გვერდით არის სადღაც გადაპარკინგებული, გამარჯობა, ხედავ რო აქ ხარ, მაგრამ ხედვაზე არის უფრო მეტად ორიენტირებული. ერთხელ რო იტყვის და ვერ გაგაგებინებს, ორჯერ იტყვის, სამჯერ, 4ჯერ, 10ჯერ და მე-11 მოძებნის უკვე ისეთ გზას, რომ გაგაგებინოს, მოვიდეს შენ გულამდე. და ამიტომ ეგ ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი არის. ანუ შინაგანად იწყება ეს პროცესი და ქარიზმაც, ანუ ქარიზმაც ისწავლება. თუ მკითხავ, ქარიზმაც დასწავლადი ყოფილა. თუ გაიგებ, ვინ ხარ და რა გინდა, დამიჯერო ძალიან ქარიზმატული იქნები, მე მინახავს ქარიზმატული დიასახლისები. მე მინახავს ქარიზმატული ლიდერები. მინახავს ქარიზმატული აი რესეფშენში რო ხდება. რო აი აღფრთოვანი ქარიზმატული ტაქსისტები მინახავს, მაგრამ მინახავს გენერალური დირექტორი, რომელსაც არ ვიცი, ძალიან დაღლილი არის. ხო, ან დიასახლისი, რომელსაც არ აქვს ენერგია რაღაც გააკეთოს. ამიტომ აი შინაგანად ამის გაცნობიერება, რომ ვინ ხარ, რა გინდა, რას აკეთებ, ამასთან დაკავშირება არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე კომუნიკაციის გზებს გამონახავ. ესეც სწავლებადია. ეგეც სწავლებადია. ყველაფრის სწავლა შეიძლება დედამიწის შეიძლება თავარია მოგინდეს იყოს და მონდომება. და რატო კლავთ როგორც ეროვნულად, ლეგენდარულად, საზოგადოებრივად, ორგანიზაციულად, ასევე საკუთარ თავში ლიდერებს. რისი გვეშინია? რატომ კლავთ ლიდერებს? ჩვენი ბრწყინვალების გვეშინია. ძალიან ხშირად აი ეს მთავარი შიში გამოთქმაც არის, ეგეთი ხა ზუსტი ფორმულირება არ მახსოვს, მაგრამ ჩვენი შინაგანი სინათლე უფრო გვაშინებს, ვიდრე ის ლიმიტაციები, რომლებიც ასევე გვაქვს. იმიტომ რომ წარმატებული, რეალიზებული შენ ხშირად ხარ წინააღმდეგობაში მთელ შენ სისტემასთან. ანუ შეიძლება აღმოჩნდეს, რომ შენ რომელმაც მოახდინე რეალიზაცია პროფესიული, თუ ფინანსური, თუ ურთიერთობებში, თუ ასე შემდეგ, იგივე, აი საგვარეულოშიც რო გადავიდეთ, არ არის მსგავსი გამოცდილება არ ქონია. და ეგ რას ნიშნავს, იცი რომ წინააღმდეგმიტი ხარ ამ სისტემასთან. და ისევ იმიტომ რომ გადავრჩეთ, ძალიან ხშირად გვირჩევნია, რომ ისევ ისეთი ვიყო. ანუ რასაც მთავაზობს ეს გამოცდილება, ის გარემო, ოჯახური მათ შორის თუ ის სისტემური გარემო რაშიც ვარ, რა მასშტაბსაც მთავაზობს, იმ მასშტაბზე ვთანხმდები, რომ კარგი.
ოღონდ მე სხვანაირი არ ვიყო და მეც თქვენნაირი ვიყო, ეს ძალიან არაცნობიერი თეთი ერთგულება არის, ხო, სისტემურ განლაგებაში ერთგულებას ეძახიან მაგას, რომ არაცნობიერი მდგომარეობა არის, რომელიც გეუბნება, რომ შენც ისეთივე უნდა იყო. ამიტომ ესეც არის, რა თქმა უნდა, ძალიან ისეთი ინდივიდუალური, მაგრამ ბევრი არაცნობიერი შრი არის, რომელიც ხელს გვიშლის ხოლმე ხშირად, რომ საკუთარი თავი გამოვავლინოთ და ამიტომ არის თვითცნობიერება მნიშვნელოვანი. ჯერ მინიმუმ ინდივიდუალურ დონეზე უნდა გაარკვიო, რა გიშლის ხელს. მერე გადადიხარ უკვე იქით სისტემებში და კოლექტიურში და ასე შემდეგ, ხო? და ინდივიდუალურშიც არის ძალიან ბევრი რაღაც. ეს ჩვენი განსჯები, ეს ჩვენი რწმუნებულებები, ეს ჩვენი შეფასებები და უფრო სიღრმეში რო ჩავიდეთ, იქაც სხვადასხვა საკითხებია, რომელიც გვაბრკოლებს. ამიტომ გამოსავალი მაქედან არის ერთადერთი, რომ ჩაატარე სამუშაო საკუთარ თავზე. ანუ თვით ლიდერობა, საკუთარი თავის მართვა არ არის არჩევანი. ანუ ეგ არის ის, რაც უნდა გააკეთო. თუ ცოცხალი ხარ, თუ ცხოვრობ, თუ ეს გამოცდილება მოგეცა, ესე იგი საკუთარი თავიც უნდა გააცნობიერო. ამიტომ ესეთი პირველი წმინდა ნაბიჯია, ესე ვიტყოდი და ალბათ ძველ ტაძრებზე შემთხვევით არ ეწერა, რომ შეიცან თავის შენი და შეიცნობ ყოველივეს. ნებაყოფლობითი არ ყოფილა ლიდერობა. არ არის ეს ნებაყოფლობითი არჩევანი. იცი როგორ არის? ანუ არჩევანი მაინც ჩვენი გასაკეთებელი არის და მაგ კუთხით არის ნებაყოფლობითი, მაგრამ თუ მინდა რომ ვიცხოვრო და თუ მზად ვარ რომ გავბედო ჩემი ცხოვრება, ამის გადახტომით არ გამოდის. თვითცნობიერების საკუთარი თავის გააზრების გარეშე არ გამოდის ეგ ამბავი, თორემ მე შემიძლია ავირჩიო რომ ვიყო ცუდად, რა ვიცი, როგორც ვარც ესე ვარ რა, თავზემო ძალა არ არის, რა ვქნა ახლა. როგორც იქნება, ეგრე იქნება. ანუ ავირჩიო ეს კომფორტული გზაც შეიძლება რომ ავირჩიო, მაგრამ თუ ეს ჭია რო არის, აი რომელიც მიღიტინებს და არ მასვენებს რა შინაგან, რომ გეუბნება, რომ არა, ეგ არ არის ის რაც შეგიძლია, მეტი შეგიძლია, ეგ არ არის ახლა რაღაცებს რომ შეეჩვიე შინაგანად გთხოვს ეს ჩვენი შინაგანი ენერგია, იმიტომ რომ გაფართოება უნდა, გამოვლენა უნდა, გამოცდილების მიღება უნდა, ეს სტაგნაცია არ ჭირდება ჩვენ შინაგან ენერგიას, ხო? ამიტომ რომელს მოусმენ ეს შენი არჩევანია. ანუ რომელ ენერგიას რად გარდაქმნი ადამიანი, რას მიუძღვნი, რას დაახარჯავ და რას გაამრავლებს საერთოდ. შენი ენერგიის წყარო რა არის? რაზე ხარ დაერთებული, მაინტერესებს. ჩემი ენერგიის წყარო. სხვადასხვა ენერგიის წყარო მაქვს. ეხლა ის ოჯახი, შვილი, საქმე, ბევრი რაღაცები ამოდის გონებაში. როცა ამაზე ვფიქრობ და ყოველთვის მე პირადად ამას რამდენჯერად შევეხე, აი ამ შინაგანი, არ ვიცი, გაფართოების თუ ამ ძალას მაძლევს ხოლმე ყოველთვის, როცა უკავშირდები რაღაცას უფრო მეტს, ვიდრე მე თვითონ ვარ. და ეხლა ამ შემთხვევაში ეგ არის ის სარგებელი, რისი შექმნა შემიძლია. გააზრებული მაქვს კონკრეტული სარგებელი, რასაც ვქმნი ადამიანებისთვის და ორგანიზაციებისთვის. აი ძალიან ცხადად ვხედავ ამას და ყოველთვის როცა ამას ვიაზრ, რა არის ჩემთვის ეს სარგებელი? მე თვითონ ვარ ადამიანი, რომელსაც ძალიან აინტერესებს, ძალიან ცნობის მოყვარე ვარ. შინაგანი პოტენციალის მაქსიმალიზაცია არის, რისკენაც მივისწრაფი და მივდივარ. და ეს არის რაშიც ვეხმარები სხვა ადამიანებსაც. ეს მაძლევს იმდენ იდეას, იმდენ ძალას და იცი, რამდენამეს ვაკეთებ, ახლა აქ აღარ ჩამოვთვლი, რომ აი უთქვამთ ხოლმე, რომ აი როგორ არ იღლები და რა ვიცი, არ ვიღლები პირიქით ძალას და ენერგიას მაძლევს. თუმცა, ნახე, აქ არის კიდევ მნიშვნელოვანი მომენტი, ხო, ერთი არის საქმე, მაგრამ მეორე არის ურთიერთობები, ოჯახი, ეს ემოციური საკვებიც, ამის გარეშეც არ გამოდის. ჩემთვის ეს ყველაფერი არის ბალანსში, იმიტომ რომ თუ არის ხოლმე რომ მარტო ერთში გადავედი, ესეც მე ენერგიულად ძალიან მღლის, მაგრამ თუ ვახერ ყოველთვის ახლა ეგრე არ ხდება რომ მოვახერხო დავაბალანსო, მაგრამ აი ბალანსის მდგომარეობა არის, რომელიც მეხმარება რომ თან ძალა მქონდეს, ვიმოქმედო, არ გადავიწვა და აი ამ მოძრაობაში ვიყო. მაგრამ თუ სადღაც რომელიღაც გამომეცალა, იმიტომ რომ ან საქმე მოითხოვა ჩემი ძალიან დიდი ენერგია, მე სხეული მანიშნებს ხოლმე, წითელის ანთებას ვეძახი. სხეულიც მანიშნებს ხოლმე, რომ ეხლა რაღაცა ცოტა ყურადღება არის მისაქცევი რომელიღაცა სხვა მიმართულებით. და სადღაც ისე უნდა დაასვენო და მე შეავსო და ისე ვაღიდგინო ის ძალები.
საინტერესოა ეს თვითმართვა, თვითლიდერობა, ამ ყველაფრის გადატანა მე რეალობაში და რაც თავარია პირველ რიგში საკუთარი თავიდან დაწყება, ჩახედვა, გამოყენება და მე მგონი ცოტა მაინც ჩავიხედეთ და ჩავახედეთ ჩვენი მსმენელი და მაყურებელი ამ ყველაფერში. ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრა სტუმრობისთვის და საინტერესო საუბრისთვის და წარმატება გისურვო. ძალიან დიდი მადლობა. მსმენელს და მაყურებელს კი ვეტყვი, რომ თუ ილია ჭავჭავაძეს დავესესხებით და დილის წინ ყოველთვის ვიფიქრებთ, აბა მე დღეს ვის რა ვარგე, შეიძლება დილა რომ გათენდება, მაშინაც ვიფიქროთ, აბა მე დღეს ვის რა ვარგო. და თუ ჩვენი დღევანდელი საუბარი თქვენთვის ოდნავ მაინც სასარგებლო იყო, გამოიწერეთ არხი, მოიწონეთ და შევხვდებით.